მოგესალმებით. ვიდეოში წარმოგიდგენთ კითხვარის ინსტრუქციას, რომელიც ეხება სკოლის საჭიროებების დადგენას და რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სთავაზობს სკოლებს. კონკრეტულად 4 სამიზნე ჯგუფს: სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, საბაზრო და საშუალო საფეხურის და მშობლებს, კანონიერ წარმომადგენლებს. ეს ვიდეო ამ შემთხვევაში ეხება მხოლოდ სკოლის დირექციის წარმომადგენლებს და კითხვარს დირექციის თითოეული წევრი ავსებს ინდივიდუალურად. იგულისხმება დირექტორი, დირექტორის მოადგილე ან მოადგილეები არსებობის შემთხვევაში. სკოლის საჭიროებების კითხვარის მიზანია სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების სისტემური გაანალიზების გზით განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა. კითხვარის საშუალებით გაანალიზებთ არსებულ მდგომარეობას, გამოვლინდება ძლიერი მხარეები და არსებული გამოწვევები, განისაზღვრება განვითარების პრიორიტეტები, გაძლიერდება თანამშრომლობაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა. მიღებული მონაცემების გამოყენება შეგიძლიათ სკოლის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისა და განათლების ხარისხის განვითარების მიზნით. უნდა გაითვალისწინოთ, რომ პროცესი სრულად განვითარებაზე ორიენტირებული და არ ემსახურება ინდივიდუალურ შეფასებას ან კონტროლს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პასუხები ასახავდეს არსებულ მდგომარეობას და არა თქვენთვის სასურველ ან იდეალურ სურათს. პასუხები ანონიმურია და გამოყენებული იქნება მხოლოდ არსებული მდგომარეობის გაანალიზებისა და გაუმჯობესების მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ საიტიდან გასვლის შემთხვევაში სისტემა არ ინახავს კითხვარის შევსების არსებულ პროგრესს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კითხვარის შევსება ერთიანად ბოლომდე დაასრულოთ. კითხვარის შესავსებად უნდა გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე. ბმული ეკრანზეა და მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული იქნება სკოლებისთვის. გამოკითხვის დასაწყებად ირჩევთ შესაბამის კვლევას, ამ შემთხვევაში სკოლის საჭიროებების კითხვარი ქართულ ენაზე. შემდეგი ნაბიჯია, რომ აირჩიოთ თქვენი რეგიონი, რაიონი და თქვენი სკოლა და დააჭიროთ ხილაკს გაგრძელება. იმისთვის, რომ აირჩიოთ როლი, უნდა მონიშნოთ შესაბამისი პოზიცია, თქვენს შემთხვევაში ადმინისტრაცია. ამის შემდეგ შეგყავთ სკოლის ოფიციალურ ელექტრონულ პოსტაზე მიღებული ადმინისტრაციის პოზიციისთვის გავკუთვნილი უნიკალური 6-ნიშნა კოდი. სისტემაში ერთდროულად უნდა მონიშნოთ ყველა ის საფეხური, რომელზეც სწავლება ხორციელდება თქვენს სკოლაში. ეკრანზე ხედავთ, რომ მონიშნულია ყველა საფეხური დაწყებითი, საბაზრო, საშუალო. თუ თქვენ სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ ერთ საფეხურზე, მაგალითად დაწყებით საფეხურზე, მონიშნავთ შესაბამისად მხოლოდ დაწყებით საფეხურს. მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, რა შესაძლო ვარიანტები აქვს პასუხებისა თითოეულ დებულებას. ეს ვარიანტებია: ყოველთვის იშნავთ მაშინ, როდესაც ფიქრობთ, რომ ეს თქვენი სკოლის მუდმივი პრაქტიკაა, გამონაკლისი არ არის თითქმის. უმეტესად ირჩევთ იმ შემთხვევაში, თუ დებულებაში მითითებული ინფორმაცია ჩვეულებრივ ხდება, თუმცა ზოგჯერ გამონაკლისი გაქვთ. ზოგჯერ ეს ხდება, მაგრამ არარეგულარულად, იშვიათად ეს ერთეულ შემთხვევებში ხდება, არასდროს თუ თქვენი ინფორმაციით ეს თქვენ სკოლაში არ ხდება და შეგიძლიათ კიდევ ორი ვარიანტი აირჩიოთ დებულების გასწვრივ. ეს არის არ მაქვს ინფორმაცია, როდესაც ფიქრობთ, რომ არ ფლობთ ინფორმაციას იმ კონკრეტულ საკითხზე დასკვნის გასაკეთებლად და არ გეხებათ კონკრეტულ შემთხვევაში ეს საკითხი თქვენს საქმიანობას თქვენი ფიქრობთ და თვლით, რომ არ ეხება. უნებრივია უნდა აირჩიოთ პასუხი, რომელიც ყველაზე ზუსტად ასახავს თქვენი სკოლის რეალურ მდგომარეობას. პასუხს ნიშნავთ ისე, როგორც ეკრანზეა მითითებული. გაითვალისწინეთ, რომ დებულებების ნაწილი არის მატრიცული ტიპის, ანუ ამ შემთხვევაში პასუხები უნდა გაიცეს თითოეული საგნისა და საფეხურის მიხედვით. მითითებულია შესაბამისი სასწავლო საფეხური, როგორც ეკრანზე ხედავთ, რომლის ფარგლებშიც ფასდება კონკრეტული საგნის შესახებ ინფორმაცია. ასევე მოცემულია ყველა საგანი, რომელიც ისწავლება აღნიშნულ საფეხურზე. თითოეული საგნის გასწვრივ უნდა მონიშნოთ თქვენი შესაბამისი პასუხი. თითოეული დებულების ბოლოს გაქვთ კომენტარის დაწერის შესაძლებლობა. კომენტარის გაკეთება სავალდებულო არ არის, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კვლევის მიზნებისთვის, იმისთვის, რომ სრულფასოვნად ამოვიდეს და დაადგინოთ შემდეგ სკოლის საჭიროებები, მნიშვნელოვანია, რომ დებულებების გასწვრივ გქონდეთ კომენტარი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ფიქრობთ, რომ რაიმე დამატებით არის თვისებრივი ინფორმაცია ასასახი, თქვენი მოსაზრებები ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.
პასუხების გასაგზავნად და ზოგადად კითხვარის დასასრულებლად მნიშვნელოვანია კიდევ რამდენიმე ეტაპი და რამდენიმე ნაბიჯი. კერძოდ, გავითვალისწინოთ, რომ კითხვარში ჩანს დებულებების არსებული რაოდენობა და შევსების პროგრესი. მნიშვნელოვანია, რომ მატრიცულ დებულებებში პასუხი გაცემული იყოს თითეული საგნის მიხედვით. კითხვარის შევსების დასრულებამდე შესაძლებელია შეცვალოთ პასუხები. სისტემა კითხვარის დასრულების საშუალებას არ მოგცემთ, თუ ყველა დებულებაზე არ არის დაფიქსირებული პასუხი. დასრულება ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად გადაგიყვანთ და დაგაბრუნებთ ყველა იმ დებულებაზე ან დებულებებზე, რომლებიც არ გაქვთ შევსებული. თუ გამოგრჩათ რაღაც კონკრეტული დებულება, სისტემა დაგაბრუნებთ ამ დებულებაზე. როდესაც ყველა დებულებაზე პასუხს დააფიქსირებთ, დებულებების რაოდენობის ველი გამწვანდება, ისე როგორც ეკრანზეა მითითებული და კითხვარის დასასრულებლად უნდა დააჭიროთ ღილაკს დასრულება. კითხვარის დასრულების შემდეგ სისტემა გაჩვენებთ შეტყობინებას, რომ კითხვარი ნამდვილად დასრულებულია კითხვარის შევსება და შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ამ ეტაპზე კითხვარი ბოლომდე შეავსებთ. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ.